მოგესალმებით, მე გახლავართ ექიმი ნუტრიციოლოგი ელისაბედ ლიზიკუჭავა, ჩვენ ახლა ვიმყოფებით ზაქარია როჭკაშვილის გასტროენტეროლოგიურ კლინიკა ესკულაპში. კლინიკა მდებარეობს ქალაქ თბილისში, სულხან-ცინცაძის 73 ნომერში, ეს არის ყოფილი საბურთალოს ქუჩა. ჩვენთან ექიმებთან ვიზიტის დასაგეგმად საჭირო არის წინასწარ ჩაწერა, ამისათვის დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომრებზე 594 16 34 50 50, 593 30 02 33. ექიმებთან კონსულტაციის გასავლად წინასწარი რეგისტრაცია საჭიროა, მაგრამ აქვე უნდა შეგახსენოთ ერთი რამე, ჩვენი კლინიკა არის მულტიპროფილური და გარდა გასტროენტეროლოგიური მიმართულებისა ჩვენ გვყავს სხვადასხვა სპეციალობის ექიმები, ასევე სულადაღჭურვილი ლაბორატორია, ასევე ტარდება კლინიკაში კლინიკური კვლევები. ჩვენ ახლა ვიმყოფებით ტელეკომპანია PKTV-ის საავტორო სამედიცინო გადაცემა ესკულაპში. გადაცემა გადის ტელეკომპანია PKTV-ის ეთერში ტრადიციულად 4 შაბათს, ტრადიციულად 20 საათზე. გადაცემის განმეორებით ნახვა შეგიძლიათ მეორე დღეს საათებში ან იმავე კვირის შაბათს ან კვირას. ვიდეო გადაცემის გასვლის მერე აიტვირთება YouTube არხის PKTV-ის საავტორო საარქივო გვერდზე PKTV2, ვისაც ტელევიზიასთან წვდომა არ აქვს, შეგიძლიათ უყუროთ გადაცემას განმეორებით ინტერნეტ საიტი MyVideo.gr-ის დახმარებით PKTV2-ის გვერდის live რეჟიმში. დღეს ჩვენი საუბრის თემა აგებული არის ასე ვთქვათ კითხვა-პასუხის რეჟიმზე. ყველა კითხვა, რომელიც მე დღეს უნდა გავაჟღერო და რომელზეც შესაბამისად შევეცდები, რომ პასუხები გავცე, იქნება მოგროვებული ჩვენი სოციალური ქსელებიდან. შეგახსენებთ, რომ ჩვენი კლინიკას აქვს ოფიციალური Facebook და Instagram გვერდი. თქვენ შეგიძლიათ ამ გვერდებზე მოგწეროთ თქვენთვის საინტერესო კითხვები და მათ შესაბამისად დაუყოვნებლივ უპასუხებთ ან იქვე, ან შესაბამისად თუ კითხვა საჭიროებს განზოგადებას, აუცილებლად მოვაგროვებთ მათ და ჩვენი ტელეეთერის საშუალებით უფრო დეტალურად და დაწვრილებით გაგესაუბრებით მათზე. საკმაოდ ხშირი კითხვები შემოდის ისეთ გავრცელებულ პრობლემაზე დღესდღეობით, როგორიც არის საკვების აუტანლობები. შესაბამისად, დღევანდელი საუბრის თემათაც გადავწყვიტეთ ზუსტად აი ეს საკითხი აგვერჩია, იმიტომ რომ თანამედროვე კაცობრიობა და შესაბამისად ამ კაცობრიობის მიერ შედგენილი თანამედროვე კვების რეჟიმი ძალიან მკვეთრად განსხვავდება წინარე პერიოდის კვების რეჟიმისგან და მეცაც გეტყვით დაახლოებით 20 წლის მანძილზე კვების რეჟიმი იმდენად შეიცვალა, რამდენადაც შეიძლება კაცობრიობის დასაბამიდან დღემდე არ მომხდარიყო, რადგანაც გამოჩნდა აქტიურად ახალი საკვები დანამატები, მომზადების ტექნოლოგია მნიშვნელოვნად შეიცვალა და შესაბამისად გამოჩნდა საშუალება, რომ ადგილობრივი საკვების გარდა მივიღოთ ძალიან ფართო ტრანსნაციონალური სამზარეულოს პროდუქტები, გავეცნოთ შესაბამისად არა მარტო დავუშვათ ევროპულ საკვებ მენიუს, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, საკმაოდ რადიკალურად დაშორებული ჩვენგან და შესაბამისად ჩვენ კვების რაციონში გამოჩნდა ისეთი პროდუქტები, რომლებსაც შეიძლება 20-30 წლის ან ცოტა უფრო მეტის წინ საერთოდაც არ იცნობდა ქართული პოპულაცია და არ იყენებდა მას კვების რეჟიმად. თუ არ ხდებოდა, რა თქმა უნდა, ტურისტული მოგზაურობით სხვადასხვა ქვეყანაში. შესაბამისად, აი მენიუს ცვალებადობამ, ასე ვთქვათ, გემოვნებითი პრეფერენციების ცვალებადობამ გამოიწვია ის, რომ ადამიანებმა სულ უფრო ხშირად დაგვიწყვეს მომართვა სხვადასხვა პრობლემები და ერთ-ერთი გავრცელებული პრობლემა აქ აღმოჩნდა კვებითი აუტანლობები, ანუ საკვებისმიერი აუტანლობები და ალერგიები გარკვეულ საკვებ პროდუქტზე. ეს ორი თემა, ორი სამედიცინო кейსი, ასე ვთქვათ, ერთმანეთისგან შეიძლება რადიკალურად განსხვავდებოდეს მექანიზმით წარმოშობის, სხვადასხვა ექიმთან მკურნალობასაც კი მოითხოვდეს, უფრო შეიძლება ალერგოლოგის კომპეტენციაში გადავიდეს ერთი, ხოლო მეორე გასტროენტეროლოგის, თუმცა მნიშვნელობა მაინც ერთიად პაციენტისთვის, მისთვის არის კონკრეტული პროდუქტის აუტანლობა და ეს აწუხებს მას და სწორედ ამიტომ მოდის მისთვის უკვე დეტალს, თუ რა მექანიზმით მიდის ეს საკვების მოუნელებლობა, გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს და ის სწორედ აქ ჩვენ ვატარებთ კლინიკურ კვლევებს, ლაბორატორიულ კლინიკურ კვლევებს. მე მოგახსენებთ, რომ ჩვენი კლინიკა ამ მხრივ სულად არის აღჭურვილი და შესაბამისად დასმული შედეგების და დასმული დიაგნოზის საფუძველზე იწყება ძალიან საინტერესო და ხანგრძლივი პროცესი, რასაც ჩვენ უწოდებთ სამკურნალო თერაპიას, რომელშიც აქტიურად არის ჩართული, რა თქმა უნდა, კვების ცვალებადობა. ჩვენ ასეთ ადამიანს აუცილებლად უცვლით საკვებ რეჟიმს და ვეუბნებით, რომ ის საკვები პროდუქტები, რომელზეც მათ აღმოაჩნდათ გარკვეული, ასე ვთქვათ, აუტანლობა ან ალერგია, მენიუდან უნდა იქნას ამოღებული და შესაბამისად ზოგიერთი მათგანი საკმაოდ მკაცრადაც და სიცოცხლის ბოლომდე, ზოგიერთი მათგანი შეიძლება შეზღუდული იქნას, გააჩნია შემთხვევა და შესაბამისად პირველი პრობლემა, რაც პაციენტის მხრიდან ყოველთვის გვესმის, იმიტომ რომ
ეს პროდუქტები ძალიან ხშირად მათი საყვარელი პროდუქტის ჩამონათვალში შედის, ეს არის ის, რომ მაშინ როგორ ვიკვებო. მეცაც გეტყვით, უფრო რთულად არის პრობლემა, როდესაც პაციენტს არ აქვს ერთ კონკრეტულ პროდუქტზე აუტანლობა, არამედ მის შემადგენელ ინგრედიენტზე აქვს, მაგალითად ესეთი ცნობილი აუტანლობა ჩვენ გვაქვს გლუტენის მხრივ, გლუტენთან დაკავშირებით, როდესაც პაციენტს უზღუდავთ გლუტენის შემცველ პროდუქტებს. აქ ორი დიდი პრობლემა გვაქვს, ეს არის დაავადება ცელიაკია, გლუტენის აუტანლობა, რომლებიც დაახლოებით მსგავსი კლინიკური სურათით მიდის პაციენტთან, თუმცა სხვადასხვანაირად ხდება მისი მექანიზმი და წარმოშობა, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში პაციენტისთვის არის ერთი დიდი პრობლემა თავსატეხის სახით, ეს არის როგორ იკვებოს, რასაკვები პროდუქტი მიიღოს და როგორ მიხვდეს, ესა თუ ის პროდუქტი შეიცავს თუ არა მისთვის მავნე გლუტენს და რამდენად ხშირი კითხვა ასევე, რამდენად ხშირად ხდება ამ დაავადებების დამოუკიდრება. ჩვენ შესაბამისად ვეცადეთ ახლა ამ გადაცემისთვის მეტნაკლებად ეს კითხვები მოგვეგროვებინა, რომ თქვენთვის გარკვეული ინფორმაცია მოგვეწოდებინა ამ თვალსაზრისით. პირველი და ესეთი გავრცელებული კითხვა, რაც ჩვენს Facebook და Instagram გვერდის მომხმარებლებმა დაგვიწერეს, ეს იყო ცელიაკიასთან დაკავშირებით, ზოგადად რას წარმოადგენს ცელიაკია და რატომ არის ის 21 საუკუნისთვის დაუშვათ ესეთი მნიშვნელოვანი თავსატეხი. ეს არის სისტემური ავტოიმუნური დაავადება, ამ დროს ცილა გლუტენი, რომელიც გვხვდება ხორბალში, ჭვავში, ქერში, ადამიანები ხშირად ამას აღნიშნავენ ხოლმე პურეულ პროდუქტებში, რომელიც იწვევს ადამიანში გარკვეულ დისკომფორტს და ემნიშნებს მერე ჩამოაყალიბებ და შესაბამისად აზიანებს მისი წვრილი ნაწლავის შიდა საფარველს. ეხლა რა მნიშვნელობა აქვს ამ შემთხვევაში შიდა საფარველს, რასაც მე ვამბობდი, წვრილი ნაწლავის აგებულების ანატომიური სტრუქტურული თავისებურების სიჯანსაღეს. მარტივად რომ წარმოვიდგინოთ, ჩვენი ორგანიზმი საკმაოდ დიდი საჭმლის მომნელებელი ტრაქტისგან არის ტრაქტისგან შედგება. ეს არის ძალიან გრძელი, ძალიან ესე ვთქვათ, დიფერენცირებული და იერარქიულად დალაგებული სისტემა. ჩვენ ხშირად გვასწავლიან სტუდენტური შემთხვევებში, როცა განვიხილავდით ხოლმე სტუდენტობის პერიოდში, ხშირად გვეუბნებოდნენ ლექტორები ესეთ რამეს, რომ ეს არის ყველაზე გრძელი ტრაქტი, ასე ვთქვათ, და შესაბამისად, თუ თქვენ წარმოიდგენთ საჭმლის მომნელებელ სისტემას როგორც ერთ უწყვეტ ჯაჭვს, აღმოაჩენთ, რომ იმ მომენტიდან დაწყებული, როცა საკვები ხდება პირის ღრუში და როდესაც ის გამოიყოფა გარეთ, აბსოლუტურად დიფერენცირებული და საკმაოდ მაღალ ორგანიზებული სტრუქტურები ახდენენ საკვების არამარტო დაქუცმაცებას, არამედ მონოლებას და მისგან უკვე საჭირო ნივთიერებების წარმოქმნას. შესაბამისად, წვრილი ნაწლავის ჯანმრთელობას, ასე ვთქვათ, და მის სტრუქტურულ ანატომიურ და ფიზიოლოგიურ მთლიანობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან აი ამ იერარქიულ დონეზე ძალიან მნიშვნელოვანი პროცესები ხდება საჭმლის მომნელებელ ტრაქტში. ზუსტად ცელიაკიით დაავადებულ პაციენტებში გლუტენის შემცველი საკვების მიღება იწვევს აი ამ სისტემის ყობრიდან გამოყვანას და ზოგადად კითხვაზე რა არის ჯანმრთელი ადამიანის ხაო და რატომ ვანიჭებთ მას ამ ხელა უპირატესობას, მე შემიძლია ესეთი მაგალითი მოგიყვანოთ ისევ ჩვენი სტუდენტური სამედიცინო შემთხვევებიდან გამომდინარე, როდესაც კითხვას ვსვამდით რა არის ხაო და რატომ არის ამდენად მნიშვნელოვანი, მე თქვენ მარტივად აღიხსნით ერთ დეტალს. ეს არის ძალიან მიკროსკოპული თითისებური წარმონაქმნების მქონე სტრუქტურა, რომელიც ერთგვარ ხავერდოვან ზედაპირს განაპირობებს და რა თქმა უნდა ზრდის შემწევ ზედაპირს. აი თქვენ წარმოიდგინეთ, როდესაც სხეულის გამშრალებას ვაკეთებთ დაუშვათ ცველი ზედაპირის, ჩვეულებრივი დაუშვათ ჩიტის ქსოვილით ან პირსახოცით. რატომ ანიჭებთ უპირატესობას პირსახოცს? პირსახოცს აქვს ხაო. ხაო ზრდის ყოველთვის შემხებს ზედაპირს და შესაბამისად ჩვენმა ორგანიზმმა აი ესეთი სრულყოფილი სისტემა, რომელიც ბუნებამ გვიბოძა საჩუქრად, მოგცა საშუალება, რომ უფრო დიდი ზედაპირით მოვახდინოთ, დავუშვათ 2 სანტიმეტრი ნაწლავის სანათური, უფრო მეტ აქტიურობას გამოხატავს, ვიდრე იმავე ზომის მილისებური სადა ზედაპირიანი მქონე სტრუქტურა. შესაბამისად, ხაოს არსებობა განაპირობებს ძალიან ბევრ მნიშვნელოვან მომენტს და მათ შორის არა მარტო ის, რომ მიმართულებას აძლევს განავლოვან მასას, არამედ შეწოვის პროცესში აქტიური მონაწილეობის მიღება. თუ ხაოს დაზიანება მოხდა, ის ჩამოიცგრა განილევა, შესაბამისად ჩვენ ამას ძალიან კარგად ხვდებით მიკროსკოპიული კვლევის დროს, მაშინ იქნება საკვებიდან ნუტრიენტების აბსორბციის, ანუ შეწოვის შეფერხება. დაზიანებული ხაო ცელიაკისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა და ნაწლავის სანათურის გაბრტყელება, ან მეორენაირად ვთქვათ, გასადავება ნუტრიენტების ნორმალურ შეწოვას გვიფერხებს. საშუალოდ თუ წარმოვიდგინეთ 100-დან 1 ადამიანს აქვს ესეთი დაავადება, რომელსაც მეცნიერები ცელიაკიას უწოდებენ, მაგრამ დღესდღეობით არის მონაცემები, რომ გაცილებით მაღალია ცელიაკიის ალბათობა, თუმცა
როდესაც დიაგნოსტირება მისი არ ხდება, რატომ? იმიტომ რომ არსებობენ კომპენსირებული ფორმები, როდესაც ადამიანი წლების განმავლობაში არსებობს ამ დაავადებასთან ერთად, თანაცხოვრობს ისე რომ არ იცის რომ ეს აწუხებს და ამის მაგალითი ჩვენ ბატონ ზაქარიასთან ერთად ბევრჯერ გვინახავს ჩვენი კლინიკის მაგალითზე, როდესაც პაციენტი საკმაოდ დიდ ასაკში მოდის ამ პრობლემით და გვეუბნება რომ მას წლების განმავლობაში და ზოგ მთელი სიცოცხლის მანძილზეც აწუხებდა პრობლემა, თუმცა ექიმისთვის არ მიუმართავს, ან მიუმართავს და დიაგნოზი არ დასმულა. და როდესაც ჩვენ კლინიკაში ხდება ხოლმე ცელიაკიის დიაგნოზის დასმა, მიუხედავად იმისა, რომ ეს პაციენტისთვის საკმაოდ სტრესული დიაგნოზია, ასე ვთქვათ, მე ვიტყოდი, რომ აი ზუსტად ამ მომენტიდან იწყება მისი გაჯანსაღების ან მისი მდგომარეობის გაუმჯობესება. რატომ? იმიტომ რომ ცელიაკიის დიაგნოსტირება და სწორი სამკურნალო კურსის შერჩევა, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მის მდგომარეობას. მეცაც გეტყვით, ცელიაკიის შემთხვევაში მნიშვნელობა აქვს არა მარტო დაავადების სიმძიმესთან მიმდინარეობას, არამედ ხანდაზმულობას და ალბათ ყოველთვის ჯობია, რომ როდესაც ადამიანს მსგავსი პრობლემები აწუხებს, მაგალითად იგივე უმიზეზო ფაღარათი, ნაწლავის მონელების პრობლემები დაუშვათ, ან თუ გენეტიკური კიდე რაღაც ფაქტორები არსებობს ოჯახში, არის შემთხვევები, როდესაც მის წინაპრებს ჰქონდა მსგავსი პრობლემა, დროული მომართვა ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ ვიწყებთ ადრეულ ეტაპზე მკურნალობას, მაშინ ნაწლავის ხაოს ნაწილობრივ ან სულად შენარჩუნება ხერხდება და ეს მნიშვნელოვნად გვიმარტივებს სიტუაციას. კიდევ ერთი საინტერესო კითხვა გქონდა აქ, ხო, როდესაც დიაგნოსტირება ხდება, შესაძლოა მოხდეს დასულ ასაკში და რამდენად რეალურია პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესება. კი ბატონო, პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესება მნიშვნელოვნად უფრო კარგად მიდის ადრეულ ეტაპზე, იმიტომ რომ იგივე ნაწლავის ხაოსთან დაკავშირებით ვისაუბრეთ და ასევე ერთი თავისებურება ახასიათებს მსგავს დაავადებებს, როდესაც უკვე პროცესი საკმაოდ მიშვებულია, ორგანიზმი ზოგადად გამოფიტულია სხვა სასარგებლო ნივთიერებებისაგანაც და არის ავიტამინოზების მომენტიც, ხდება იქ სხვადასხვა დარღვევები, ამიტომაც დროულად დაწყებული მკურნალობა აი სხვა სისტემების დაზიანებისაგან გვიცავს. შესაძლებელია თუ არაო, რომ ცელიაკიის დროს ასევე გაზრდილი იყოს სხვა დაავადებების რისკი. კი ბატონო, არსებობს კვლევები, რომლებიც მიგვითითებს, რომ ცელიაკიის მქონე პაციენტებში სხვა აუტოიმუნური დაავადებების, მათ შორის დიაბეტის პრევალენტობა და ასევე ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიების გამოვლინებები შედარებით უფრო გაზრდილია, ამიტომაც როცა პაციენტს მსგავსი დიაგნოზი ესმება, ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ ხოლმე მოვძებნოთ, ხომ არ არის რამე კორელაცია ან სხვა დაავადება, რომლებიც აი სახიფათო ჩამონათვალში ხდება. რა სიმპტომებით შეიძლება მოგმართოთ პაციენტმა და როდის შეიძლება მივხვდეთ, რომ დაავადება ცელიაკიასთან გვაქვს საქმე. ეს ძალიან საინტერესო იმდენად, რამდენადაც აი ეს ერთმნიშვნელოვნად პაციენტისთვის დიაგნოზის დასმა, რადგან დაუშვათ ნაწლავური დისკომფორტი აქვს ცელიაკია, რა თქმა უნდა, ეს არ იქნება სწორი. თუმცა ზოგადად მიღებული არის დაავადების სიმპტომების ორ დიდ ჯგუფად გაყოფა. ეს არის ნაწლავური გამოვლინების მქონე სიმპტომები და არანაწლავური სიმპტომები. ნაწლავური სიმპტომებიდან ყველაზე ხშირი არის დიარეა და გაგიკვირდებათ, მაგრამ შეიძლება ასევე აღინიშნებოდეს შეკრულობა ან ყაბზობა. ეს არის ზედმეტი ჰაერი, როდესაც პაციენტი მოგმართავს და გეუბნება, რომ მას აქვს მუცლის შეფერილობა, ყუყური და უსიამოვნო შეგრძნებები, სხვადასხვანაირად აღწერს ხოლმე ხშირად ამას. ასევე აუხსნელი სიმპტომების სახით შეიძლება ჰქონდეს გულისრევა და ღებინება, რომლებიც ძალიან ხშირად გასტროეზოფაგურ რეფლუქსთან გვაძლევს ხოლმე ესე თქვათ დიდ დიაგნოსტიკის აუცილებლობის საშუალებას და განმეორებადი მუცლის ტკივილი, სპაზმური ტკივილი, რომელიც ხშირად მეტეორიზმის სახით არის წარმოდგენილი და პაციენტს აძლევს და პაციენტს ჩვეულებრივ არ აძლევს ხოლმე შვებას ზოგიერთი ეგრეთ წოდებული მეტეორიზმის საწინააღმდეგო საშუალების გამოყენება, ვინაიდან მიზეზი ამ გაზების წარმოქმნის არ არის ერთჯერადად რომელიმე საკვების მიღება, არამედ ცელიაკიის თვითონ დაავადების მიმდინარეობაში იმალება და შესაბამისად მსგავს პაციენტებს ესეთი დისკომფორტი აწუხებთ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში გაბმულად, თუმცა ხანდახან აქვთ, რა თქმა უნდა, ნათელი ეპიზოდებიც. არის კიდევ არანაწლავური სიმპტომები, პირველ რიგში აქ მაინც თვალში გვხვდება ნუტრიენტების დეფიციტი და ამ დეფიციტით გამოწვეული სხვადასხვა გართულება. მეცაც გეტყვით, აი მაგალითად ნუტრიენტების დეფიციტით გამოწვეული გართულებებიდან შეიძლება გქონდეს ისეთი ცნობილი ავიტამინოზები, როგორიცაა ვიტამინ B12-ის დეფიციტი და ფოლიუმჟავეს დეფიციტი თავისი თანხმლები მთელი სიმპტომატიკით. ასევე შეიძლება პაციენტებში აღინიშნებოდეს რკინა დეფიციტური ანემია, ესეც იმიტომ, რომ
პაციენტის ორგანიზმი ვერ ახერხებს რკინის შემცველი საკვების სრულფასოვნად ათვისება, ამიტომაც ძალიან ხშირად პაციენტი მკურნალობს მორეციდივე, მძიმედ მიმდინარე, განმეორებად რკინის ვარდნის დეფიციტს, მას აქვს დიაგნოსტირებული რკინა დეფიციტური ანემია, მკურნალობს ანემიას, თუმცა პრობლემა ცოტა უფრო სხვაგან იმალება და როდესაც ჩვენ ჰემატოლოგებთან ერთად ვიწყებთ მკურნალობას, გასტროენტეროლოგი როდესაც ერთვება ამ პროცესში და მე ნუტრიციოლოგი რა თქმა უნდა კვების სახით, რა თქმა უნდა შედეგი უფრო უკეთესია, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, როდესაც უკვე დიაგნოსტირებული არის მით უმეტეს მძიმე ანემია, აქვს პაციენტთან მარტო კვების კორექციით, რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ მოვიფარგლებით და აუცილებელი ხდება სპეციალური ნივთიერებების დამატება, რკინის შემცველი პრეპარატების დამატება და რა თქმა უნდა, პაციენტი საკმაოდ დიდი ხანი იყოფება ლაბორატორიული კვლევების და მეთვალყურეობის ქვეშ, იმიტომ რომ უნდა შემოწმდეს რამდენად მოხდა ამ დონის კორექცია. ასევე პაციენტებს ცელიაკიით ძალიან ხშირად არანაწილაური სიმპტომებიდან აღენიშნება ზოგადად ძილიანობა, გამღიზიანებელზე შეიძლება რეაქცია იყოს დაქვეითებული, შეიძლება მათთან აღენიშნებოდეს უცაბედი ან წონის სწრაფი კლება. ზოგჯერ არის ხოლმე შემთხვევა, როდესაც პაციენტი მოგმართავს სტომატოლოგიური, ანუ ასე ვთქვათ, პირისღუს პრობლემებით და მოდის დაუშვათ დაბჯენის მერე და გვეუბნება, რომ აი ცით რა სტომატოლოგიური манипуляცია ჩაიტარა და პირისღუში საკმაოდ დიდი ხანი შეხორცებითი პროცესი არ დადგა. ასევე შეიძლება აღენიშნებოდეს ჰერპეტიფორმული დერმატიტი, ეგრეთ წოდებული გამონაყრის ერთ-ერთი სახე. ხშირად ასეთი პაციენტი მკურნალობს აკნეს საკმაოდ დიდი ხანი დაუშედეგოდ, მაგრამ რეალურად ეს ცელიაკიის ერთ-ერთი გამოვლინებაა. ასევე რეპროდუქტოლოგიური პრობლემები შეიძლება აღინიშნებოდეს, მათ შორის უნაყოფობის სახით და ნევროლოგიის თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი არის ისეთი პრობლემები, როგორიცაა ატაქსია, პერიფერიული ნეიროპათია, მათ შორის ხელის, ფეხების, ესე ვთქვათ, დაბუჟება, ჩხვლეტა, ტკივილი, დისკომფორტი, რომლებიც ალბათ თავი და თავი აქაც ისევე B ჯგუფის ვიტამინების დეფიციტიდან იწყება, თუმცა მარტო B ჯგუფის ვიტამინების კორექცია, რა თქმა უნდა, დაავადების გაუმჯობესებას არ იწვევს, ამიტომ ნევროლოგები სხვა უფრო სერიოზულ მკურნალობასაც ხვდავენ ხოლმე პროცესში. ასევე ხშირად არის ხოლმე ქრონიკული თავის ტკივილი, რომელიც ჩვეულებრივ ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდებით მკურნალობას არ ექვემდებარება და ვინაიდან ორგანიზმში ჩვენ თქვით რომ ნუტრიენტების და მინერალების, ვიტამინების გამოფიტვა, ასე ვთქვათ, შემცირება, რა თქმა უნდა, აქ შეიძლება იყოს სპონტანური და გაადვილებული მოტეხილობები, ეგრეთ წოდებული სუსტი ყიფეძვლები და ეს მოტეხილებები შეხორცების თვალსაზრისითაც საკმაოდ რთულად მიმდინარეობს. კითხვები იმის შესახებ, როგორ ხდება დიაგნოსტიკა. პირველი რაც შეიძლება ჩვენ ვთქვათ, რომ დიაგნოსტიკა ცელიაკიის ხდება ძალიან ხშირად, ყოველ შემთხვევაში ეჭვის მიტანა მაინც ცელიაკიაზე ხდება ძალიან ხშირად ოჯახის ექიმების მიერ. პაციენტი პირველ რგოლს მიმართავს და ოჯახის ექიმი, როდესაც თვლის საჭიროდ, რომ უფრო გაღრმავებული კვლევა ჩატარდეს, როცა ეჭვი მიიტანს, რომ არის თუ არა აქ ცელიაკია, აგზავნის ჩვენნაირ სპეციალისტებთან, ჩვენნაირ კლინიკებში, როგორც ბატონი ზაქარიასნაირ სპეციალისტთან და მაშინ იწყება ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი. გასტროენტეროლოგთან ვიზიტის შემდგომ იწყება აი ანალიზების, ასე ვთქვათ, პროტოკოლი და ჩამონათვალის გამზადება, რომელიც პაციენტმა უნდა ჩაიტაროს იმისათვის, რომ საბოლოო დიაგნოზის ვერიფიცირება მოხდეს. პირველი ეტაპი არის სისხლის ტესტი, რომელიც აჩვენებს გლუტენთან დაკავშირებული ანტისხეულების არსებობას სისხლში. აი ამ ეტაპზე გამოყენებული სპეციალური ტესტებით განისაზღვრება ქსოვილოვანი ტრანსგლუტამინაზას იმუნოგლობულინ A-ს არსებობა და აი ესეთ შემთხვევაში უკვე ჩვენ გვეძლება საფუძველი იმისა, რომ მივხვდეთ დიაგნოსტირება ჩავატაროთ სწორად და მივხვდეთ დიაგნოზი არის თუ არა ცელიაკია, თუ ეს უბრალოდ დაუშვათ შეიძლება გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომით მიდიოდეს თითქოს პაციენტი წლების მანძილზე. თუ სისხლის ტესტი არის დადებითი, კუჭაწლავის გამოკვლევის უფრო ღრმა მეთოდზე გადავდივართ ხოლმე, მაგალითად გასტროენტეროლოგი შეიძლება დანიშნოს ისეთი პროცედურა, როგორიც არის ენდოსკოპია, ენდოსკოპიური პროცესით საშუალებით ხდება უკვე შიგნიდან სანათურის დათვალიერება და ამ სანათურის დათვალიერების დროს ხდება მისი პატარა უჯედული კულტურის აღება, ბიოპსიის გაკეთება, რომელიც მიკროსკოპის ქვეშ, როგორც ხდება, გამოკვლევა ჩატარდება და უკვე გვიჩვენებს ნაწლავის ტიპურ დაზიანებას, რომელიც ცელიაკიას ახასიათებს და აი ამ სტრუქტურის შესწავლის მერე ჩვენ ვხვდებით უკვე რამდენად არის დაზიანებული ნაწლავის ხაო და რამდენად პროგნოზულად კარგ შედეგს უნდა ველოდეთ დაუშვათ დროულად დაწყებული მკურნალობით. იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, ცელიაკიის შემთხვევაში ნაწლავის ხაოს დაზიანებას კარდინალურად დიდი მნიშვნელობა აქვს. და ერთი საინტერესო კითხვა, რომელსაც ხშირად გვისვამენ დღესდღეობით, ძალიან ბევრი ბავშვის მშობელი არის ამ პრობლემის წინაშე.
ბავშვების ანუ არასრულწლოვანი ასაკის მქონე ბავშვებში ხშირად არის ხოლმე რომ სხვადასხვა ნაწლავური დისკომფორტი აწუხებს, რა თქმა უნდა, საბედნიეროდ ეს ყოველთვის არ არის ცელიაკია, თუმცა იმ შემთხვევაში, როცა ცელიაკიის დიაგნოზი ისმება, ბავშვთა ასაკში დაწყებული სწორი კვების რეჟიმით აბსოლუტურად ავარიმდებთ მას დასრულ ასაკში ყველანაირ ჯანმრთელობის პრობლემას. კვლევის მიხედვით, თუ კი სიმპტომურ პაციენტებში სისხლის ანალიზები ანტისხეულების მაღალ ტიტრს გვიჩვენებს, დაავადება ცელიაკიის გენეტიკური მატარებლები არიან ისინი, შესაძლოა ბიოპსია აღარც გახდეს საჭირო, დიაგნოზი დადასტურდება, იმიტომ რომ გენეტიკური მარკერები იქნება აქ უკვე და შესაბამისად ბავშვთა გასტროენტეროლოგმა ან ბავშვთა ოჯახის ექიმმა საწყის ეტაპზე უნდა გადმოამისამართოს შემდგომ პედიატრიულ გასტროენტეროლოგთან და პედიატრიული გასტროენტეროლოგმა უკვე უნდა ჩართოს თავისი მხრიდან მკურნალობა სწორკვებასთან ერთად და ჩვენ უკვე აი ესეთ შემთხვევაში უკვე ველოდებით რომ ბავშვმას დასულ ასაკამდე როგორც კი რაც მთავარია პირველი ბავშვთა კონტინგენტში არის ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა. ბავშვს უნდა განემარტოს სწორი კვების მნიშვნელობის შესახებ, იმიტომ რომ ეს კონტინგენტი არის ის თაობა, რომელსაც უწევთ სკოლაში, ბაღებში სიარული, სადაც ძალიან ბევრი საცდურია მათთვის, ასე ვთქვათ, საკვების სახით და უნდა განუმარტოთ მას, რომ საკვები შესაძლებელია მათთვის იყოს მავნე და ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ მისთვის არის ხშირ შემთხვევაში სპეციალური საკვები გამოსაყენებელი და ასევე უნდა იცოდეს ბავშვმა, რომ ეს არ არის არანაირი ისე ვთქვათ სტიგმა და მას აბსოლუტურად სრულფასოვნად შეუძლია სხვა ბავშვების გარემოში იყოს, ითამაშოს, იკვებოს, უბრალოდ მან უნდა იცოდეს რა ტიპის საკვები მიიღოს, რა არა, არსებობს საკვები, რომელიც მას თანატოლებთან ერთად ჩვეულებრივად შეუძლია მიიღება, არის საკვები, რომელზეც რა თქმა უნდა მას მოუწევს თავის შეკავება. შესაძლებელია თუ არა ცელიაკიის მართვა უგლუტენოს დიეტით. კი ბატონო, თანამედროვე ასე ვთქვათ, სამედიცინო გაიდლაინები ზუსტად მოგვიწოდებს ცელიაკიის მართვა მოვახდინოთ სწორი კვებით. ერთ-ერთი საშუალება სამკურნალო მეთოდის არის მკაცრი უგლუტენო დიეტის დაცვა მთელი ცხოვრების განმავლობაში, ვინაიდან ამ ეტაპზე ცელიაკია არ წარმოადგენს განკურნებად დაავადებას, ეს უფრო ჯანსაღი ცხოვრების წესია, ასე ვთქვათ, ან ცხოვრების განსხვავებული წესი, ან უფრო სუსტად ესე ვიტყოდი, ისევე როგორც დავუშვათ დიაბეტი, ანუ ეს არის დაავადებები, რომლებსაც სწორი კვებით მართვით ჩვენ შეგვიძლია მნიშვნელოვნად გავაუმჯობესოთ პაციენტის მდგომარეობაც და მნიშვნელოვნად მოვთოკოთ და ასე ვთქვათ, რაღაც გარკვეულ ფორმატში მოვაქციოთ მისი მიმდინარეობა. სწორი კვება ამ შემთხვევაში აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხსაც და აუმჯობესებს პაციენტის მდგომარეობასაც. შეიძლება თუ არაო, რომ ხშირად გვეკითხებიან, რა საკვებით უნდა იკვებოს. არის საკვების ჩამონათვალი, რომელიც არის ეგრეთ წოდებულ მწვანე სიაში, შუქნიშნის მწვანე სიას გულისხმობთ ამ შემთხვევაში, უგლუტენო საკვებში, მაგალითად, თუ ბავშვს უყვარს პურეული და საკვებს პურთან ერთად ჭამს, ჩვენ შეგვიძლია მას ან ჯანსაღი, მისთვის ჯანსაღი პურის ალტერნატივა მივაწოდოთ უგლუტენო ფქვილისგან დამზადებული, ან შევცვალოთ მაგალითად სიმინდის ფქვილისგან დამზადებული, ასე ვთქვათ, კვერებით, მათ შორის ქართული კულინარიდან შესანიშნავი მჭადის სახით მივცეთ, ბრინჯი, ფეტვი, წიწიბურა, კინოა, ამარანტი და ეს პროდუქტები არის ის პროდუქტები, რომლებიც უგლუტენო საკვებში გადის, თუმცა ძალიან ხშირად გასტროენტეროლოგები მაინც თვლიან ხოლმე, რომ ნუტრიციოლოგებს გთხოვენ ხოლმე, რომ პაციენტს დაუკონკრეტოთ, იმიტომ რომ აი დავუშვათ დიდ კვების ობიექტში იგივე რესტორანში პაციენტმა შეიძლება მიიღოს რომელიმე საკვები, ეგონოს რომ უგლუტენოა და ამ დროს განვითარდეს მასზე რაღაცა უარყოფითი რეაქცია, რატომ? იმიტომ რომ სიტყვაზე პროდუქტი დამზადებული, დავუშვათ ქართული სახელწოდება ხო, კულინარიული მჭადი არ ნიშნავს, რომ ის მხოლოდ სიმინდის ფქვილისგან იქნება დამზადებული, შესაძლებელია მას იმიტომ რომ რაღაცა საგემოვნო თვისება შეცვალონ, ან უფრო ფუფულა გაახარდონ, დამატებული კონდეს ხორბლის ფქვილი, რაც უკვე ამ შემთხვევაში ბავშვისთვის ან პაციენტისთვის არ არის, ასე ვთქვათ, არა უხიფათო და მას აუცილებლად ექნება შესაბამისი რეაქცია. ამიტომაც წამოვიდა მარკირებული საკვები, მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით ბრინჯია და ბრინჯისგან დამზადებული ფლავია და პაციენტ შეიძლება მივცეთ, მას მაინც უნდა ქონდეს მარკირება, რომ უგლუტენოა, რომ აბსოლუტურად დავწმუნდეთ, რომ
რომ ეს პროდუქტი არ არის გლუტენის შემცველი და ან მას რამე არა აქვს ისეთი დანამატი, რომელიც გლუტენს შეიცავს. გლუტენი ეს არის ცილის კომპლექსი, რომელიც გვხვდება ძირითადად ხორბალში, ქერში, ჭვავში, როგორც ჩვენ აღვნიშნეთ, ამიტომაც ის პროდუქტები, რომლებიც ბავშვებს განსაკუთრებულად უყვართ, მაგალითად პურეული, კრეკერები და სხვადასხვანაირი ჩიფსები, მაკარონი, პასტა, ხო, შესაბამისად ამ კატეგორიაში ვერ ხვდება, თუ კიდევ ერთხელ ვიტყვი, არ აქვს სპეციალური მარკირება, რომ უგლუტენო ფქვილისაგან არის დამზადება. პირველი რაც ამ შემთხვევაში პაციენტმა და მისმა ოჯახმა უნდა ისწავლოს, ეს არის ეტიკეტის წაკითხვა. პროდუქტებს აწერია ინგლისური სახელწოდებით gluten free, უგლუტენო, რომლებიც ჩვენ შეგვიძლია უკვე მათთვის უხიფათოდ განვიხილოთ. არსებობს სპეციალური საერთაშორისო კოდექს სტანდარტი, რომლის მიხედვითაც განმარტება გლუტენის გარეშე ნიშნავს, რომ მასში არის 20 ppm ერთეული, ანუ 1 მილიონზე ნაკლები. ასეთი პაციენტი პირობითად, ასეთი საკვები პაციენტისთვის პირობითად უხიფათოა. ზოგ პაციენტთან ასეთი მინიმალური დოზის გათვალისწინება არ არის საჭირო და არსებობენ პაციენტები, რომლებიც ნაკლებად მგზნობიარი არიან, თუმცა არსებობენ პაციენტები, რომლებსაც იმდენად კაცრად უნდათ რეჟიმის დაცვა, რომ მათთვის რეკომენდირებულია საკუთარი ჭურჭელის ქონა დაუშვათ, იმიტომ რომ არ მოხდეს დაბინძურება გლუტენიანი საკვებით. არსებობს შემთხვევები აღწერილი მედიცინაში, როდესაც ბავშვს დაუშვათ დედის კოცნის მერე, რომელსაც გლუტენიანი საკვები ქონდა ნაჭამი კოცნის მერე განუვითარდა სიმპტომები, თუმცა ეს ძალიან იშვიათი შემთხვევებია და ასეთი ასე ვთქვათ ემოციურად დაძაბვის თვალსაზრისით არ ღირს ახლა ამ ინფორმაციის ესე აღქმა. თუმცა მაინც საერთაშორისოდ მოწოდებული არის, რომ აი ეს ერთეული დავიცვათ და თუ პროდუქტებზე ასეთი მარკირება მათთვის არ არსებობს ხო გლუტენის გარეშე, რა თქმა უნდა, უმჯობესია რომ თავი შევიკავოთ, იმიტომ რომ ასე ვთქვათ მომზადებული პროდუქტები, რომლებიც დიდ საწარმოო ხაზებში მზადდება, ხშირად სხვადასხვა იგივე ორცხობილები იქნება თუ ჩიფსები თუ შოკოლადები, შილად შეიცავს რაღაცა გლუტენის შემცველ პროდუქტებს. ხილიდან პრაქტიკულად ყველა ხილი და თხილი არის ნებადართული, ბოსტნეული და პარკოსნები რძის პროდუქტებიდან, რა თქმა უნდა, ნატურალური იოგურტი, რბილი ყველები ნებადართულია, მაგრამ ზოგ შემთხვევაში არასწორი ტექნოლოგიის ან ტექნოლოგიური ხაზის დარღვევის დროს დამზადებული ყველეული შეიცავს გარკვეული რაოდენობით ფქვილს, რა თქმა უნდა, ეს არ უნდა იყოს, თუმცა ხდება ხოლმე ასეთი ისიც, იმიტომ რომ მათი მასა გაადიდონ, ასე ვთქვათ, და ამ შემთხვევაში შეიძლება ყველზეც იყოს. თუმცა ჩვეულებრივ პირობებში ყველი უსაფრთხო პროდუქტებში შედის, ყველა ტიპის ხორცი, თევზი და კვერცხი უგლუტენო საკვებს განეკუთვნება, მათზე სპეციალური მარკირება ამიტომ აღარ კეთდება. ასევე ბოსტნეული ზეთები, კარაქი, მარგარინი, პილპილი, სანელებლები, ეს რაც გემოს გაზ გამაძლიერებლებს ვეძახით ჩვენ, თაფლი, შაქარი. ზოგიერთი სასმელებიც კი შესაძლებელია მათ შორის გამოვიყენოთ, თუმცა გაზიან სასმელებთან დაკავშირებით მე მაინც გირჩევდით, რომ გარკვეული სიფრთხილე გამოგვეჩვინა, იმიტომ რომ ისინი სხვა მხრივაც არ შედიან საკვებში, მაგრამ გვაქვს სრულად აკრძალული სია, რომლებსაც ჩვენ მკაცრად მოუწოდებთ ბავშვს, მაგალითად, თუ ხილი ნებადართულია, იგივე ჩირი ჩვენ უნდა შევუზღუდოთ, იმიტომ რომ მას ხშირად აქვს მოყრილი ფქვილი, რომ შეწეპება არ მოხდეს და ეს ფქვილი შეიძლება იყოს ზუსტად გლუტენის შემცველი და მავნე ბავშვისთვის. ასევე ბოსტნეულიდან, როდესაც ჩვენ უკეთებთ ეგეთ წოდებულ პანირებას ან საფანელში ვავლებთ მას, ის უკვე აღარ არის უხიფათო. რძის პროდუქტებიდან იოგურტი, რომელიც გლუტენის დანამატებს შეიცავს, მხოლოდ იმიტომ რომ მისი წებადობა გაზრდილდეს, ასევე მავნეა და რაც შეეხება ხორცეულს და თევზეულს, თევზი შემწვარი სპეციალურად ესეთი, იმიტომ რომ ხრატუნა და მტკიცე ზედაპირი ქონდეს საფანელის შემცველი მასში, რა თქმა უნდა, ასევე მენიუდან უნდა იყოს ამოღებული. მარცვლეულიდან კაცრად უზღუდავთ ხორბლის პროდუქტების გამოყენებას, ქერს, ჭვავს, ტრიტიკალით ამოღებულია მენიუდან, თუმცა ქართულ კულინარიაში ის ნაკლებად გამოიყენება, კუსკუსი, რა თქმა უნდა, მაკარონებიც აკრძალულია, თუ მასზე სპეციალური მარკირება არ არის, რომ გლუტენიდან თავისუფალია და სასმელებიდან კაცრად აკრძალულია, რა თქმა უნდა, ლუდი. ასევე ყავის შემცველებს არ გირჩევდით, ეგრეთ წოდებულ უკოფეინო ყავას, რომლებიც მარცვლეულზეა ძირითადად დამზადებული და შოკოლადი გლუტენის შემცველი მარცვლეულით. ეს ის ძირითადი საკითხებია, რომლებიც მე თქვენთვის ახლა უგლუტენო კვებაზე მინდოდა მეთქვა და უგლუტენის კვების გარეშე მინდოდა მესაუბრე. ერთ დეტალზე გავამახვილებ ყურადღებას, იმიტომ რომ ამაზე ხშირად არის ხოლმე კითხვები, გართულებების მხრივ რა შეიძლება გამოიწვიოს იმან თუ ადამიანი არ დაიცავს უგლუტენო კვებას. მე თქვენ გესაუბრეთ, რომ პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი გართულება ეს არის მინერალებისა და ვიტამინების დეფიციტი. აქედან გამომდინარე, ოსტეოპოროზი საკმაოდ აქტიური პრობლემა შეიძლება იყოს, ძვლების ეგრეთ წოდებული გათხელება და მოტეხილობისკენ მიდრეკილება.
ასევე იზრდება არადიაგნოსტირებული და არანამკურნალები ცელიაკიას მქონე პაციენტებში ონკოპათოლოგიების რისკი, თუმცა ეს უკვე ძალიან ხანდაზმულ შემთხვევაშია და რა თქმა უნდა არ წარმოადგენს ახლა ეს აქ რაღაცა შეშფოთების საფუძველს. მე იმედი მაქვს, რომ პაციენტები, რომლებიც დიაგნოსტირებულები არიან ცელიაკიიდან, ისინი მართავენ საკუთარ ჯანმრთელობას და ამ შემთხვევაში არანაირი საფრთხე არ არსებობს. ასევე შეიძლება ერთი მნიშვნელოვანი გართულება იყოს რეპროდუქციული პრობლემის თვალსაზრისით, მათ შორის უნაყოფობა ვახსენეთ ჩვენ და კიდევ ერთი საინტერესო კორელაცია არსებობს ზოგიერთ არადიაგნოსტირებულ და არანამკურნალები ცელიაკიის მქონე პაციენტებს შეიძლება ასევე აღინიშნოს ლაქტოზის მიმართ აუტანლობა. ამ ზღვარის გავლება საკმაოდ რთულია ხოლმე და ხშირად ერთ-ერთის დიაგნოზი ისმება და მეორე დიაგნოზი ყურადღების მიღმარჩება, იმიტომ რომ თითოეული მათგანმა შეიძლება ახსნას დაუშვათ უკონტროლო დიარეის არსებობა. თუმცა უფრო ღრმა კვლევებში მე აღმოჩნდება ხოლმე, რომ შესაძლებელია პაციენტს ორივე აღენიშნებოდეს. აქაც დიეტოლოგი ხანგრძლივად მართავს პაციენტს, ასწავლის მაგ ასე თქვა ჯანსაღ ცხოვრების წესს და სწორი კვების საფუძველზე უკვე შემდგომში ხდება ყველაფერი ამის მოწესრიგება. რაც შეეხება კვებას, კიდევ ერთი დამატებითი ინფორმაცია, რომელიც მინდოდა თქვენთვის მომეწოდებინა, არის ჯვარედინი დაბინძურების შესახებ ინფორმაცია, როდესაც გლუტენისაგან თავისუფალი პროდუქტი ეხება გლუტენის შემცველ პროდუქტს და შესაძლებელია მოხდეს მისი ცოტა უხერხულ სიტყვას ვიტყვი, მაგრამ დაბინძურებას ვეძახით ექიმები, თუმცა ეს არ ნიშნავს არანაირად პროდუქტის ისუფთავეს, ანუ მაგალითად ტოსტერში, სადაც ოჯახის ერთმა წევრმა მოამზადა გლუტენიანი პურის დაუშვათ ნახმი, მეორე წევრი, როდესაც უგლუტენო პურის განაკეთებს, შესაძლებელია იქიდან აქ მოხდეს გლუტენი და ამან გამოიწვიოს დაუშვათ ის გამოვლინებები, რაც შეიძლება მოხდეს ცელიაკიან პაციენტებში გლუტენიანი საკვები, მათ შორის თუნდაც დიარეა, თუნდაც გულის რევაღებინების შექმნება და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, როდესაც ოჯახში ცელიაკიის მქონე პაციენტი ყავს, ჩვენ უნდა გარკვეულწილად ხელი შევუწყოთ მის ჯანმრთელობას და გარკვეულწილად დავეხმაროთ, რომ ცნუნებაც ნაკლები ქონდეს გლუტენიანი საკვების ნახვის დროს, დაუშვათ მაცივარში, როდესაც ხედავს ტკბილეულს, ორცხობილას, ბავშვი მით უმეტეს და ასევე მოვერიდოთ, რომ შემთხვევით არ მოხდეს კონტამინაცია და ჯვარედინი დაბინძურება. ყურადღება უნდა მივაქციოთ ეტიკეტირებას და მინდა გითხრათ ერთი შედარებით საიმედო ინფორმაცია, რომ ქართულ კომერციულ ბაზარზე დღეს საკმაოდ ბევრია საკვები პროდუქტები, რომლებიც უგლუტენო პროდუქტებს შეიცავს, საკმაოდ დიდი ასორტიმენტი მაქვს, მინდა გითხრათ, მათ შორის არის ფქვილი, რომელიც საშუალებას გაძლევს მოავზადოთ ორცხობილები თვითონ, ასევე არის 1000 გვარი ტკბილეულები, ეგრეთ წოდებული სნეკები და შესაბამისად ეს მნიშვნელოვნად უადვილებს გლუტენის ასე ვთქვათ, ათვისებასთან დაკავშირებით პრობლემის მქონე ადამიანს, მათ შორის, როდესაც არის აუტანლობა გლუტენის, ან ცელიაკია და ასე შემდეგ. ერთი მარტივი ფორმულა, რაც მე ამ შემთხვევაში მინდა პაციენტებს უთხრა, ეს არის ის, რომ როდესაც ესეთი ნიშნები, რომელიც მე ჩამოთვალე, ხანგრძლივად აწუხებს ადამიანს, მით უმეტეს თუ ოჯახის წევრს აქვს დიაგნოსტირებული ცელიაკია, მე მინდა გთხოვოთ, რომ იმისათვის, რომ პაციენტს დროზე დავეხმაროთ, მოგმართოთ კლინიკაში, შეგახსენებთ, რომ ჩვენი კლინიკა, გასტროენტეროლოგიური კლინიკა მდებარეობს ქალაქ თბილისში, სულხან-ციცაძის 73 ნომერში, ბატონ ზაქარიასთან ვიზიტზე მობრძანდით, სადაც მოხდება დიაგნოზის ვერიფიცირება, თუ არის რა თქმა უნდა ცელიაკია, თუ არა და მისი უარყოფა და სწორი დიაგნოზი უკვე ნახევარი საქმეა იმისთვის, რომ ჩვენ სწორი მკურნალობა დავნიშნოთ და შედეგსაც მივაღწიოთ. ძალიან დიდი მადლობა მინდა მოგახსენოთ ყურადღებისთვის, ველით თქვენ გამოხმაურებებს, მოგწერეთ თქვენი კითხვები, შეძლებს დაგვარად გიპასუხებთ მათზე ამომწურავად და ჯანმრთელობა მინდა გისურვოთ. კარგად გრძელდებოდეთ.